რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ სექსის დროს პრეზერვატივის გამოყენება აუცილებელია ორი მარტივი მიზეზის გამო. პირველი არის, რომ თავი დავიცვათ არასასურველი ორსულობისგან და მეორე არის, რომ თავი დავიცვათ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. და მიუხედავად იმისა, რომ პრეზერვატივის ეფექტურობა 98%-ია, თუ ამ სამ შეცდომას დაუშვებ, დიდი შანსია კონდომი დაზიანდეს. არასწორია, ზეთის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტის ვაზელინის, ტანის ლოსიონის, ბავშვის ზეთის ან მასაჟის ზეთების ლუბრიკაციისთვის გამოყენება. სწორია, მხოლოდ წყლის ან სილიკონის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტის გამოყენება, რომ არ დაზიანდეს კონდომი. არასწორია, სექსის შემდეგ პრეზერვატივის დაგვიანებით მოხსნა. ამ დროს შესაძლოა პრეზერვატივიდან შიგთავსი გარეთ გადმოიღვაროს. სწორია, სექსის შემდეგ პრეზერვატივის დროულად მოხსნა და შემდეგ დასვენება. არასწორია, ორი პრეზერვატივის ერთდროულად გამოყენება. ეს ვერ დაგიცავთ უფრო მეტად და პირიქით, კონდომის დაზიანების რისკი ამ დროს ძალიან მაღალია. სწორია, თითო სექსუალური აქტის დროს თითო პრეზერვატივის გამოყენება. მოკლედ, ნუ დატოვებ სურპრიზების ადგილს, გამოიყენე კონდომი სწორად და დაზოგე ნერვებიც და ჯანმრთელობაც.